კარგად ხომ. შევდანდები. გიგებელი იგი. Nice to meet you. My name is Riek Aleva. Thank you very much for coming. Yes, sir. Basically, the biggest changes that we've done here is to take it out of the soil. So you see that the plant here, if you look here, the plant here is in a slab, and this slab is being irrigated. 46 kilograms. The heating is done by geothermal. It was developed already by ეს იგი 1 ტონა დღეში. only in 5,000 square meters. 5,000 square meters. So imagine what we can do with 50,000 square. So what we've done here basically. Do you have only cucumbers? No tomatoes? No. No tomatoes. We're not allowed, but maybe you can do it. Because I'm sure you'll love it. What do you say? Very good. Georgian taste? Georgian taste or what? You did. Great, thanks. პირველი საწარმო, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ, ეს იყო ერთობლივი პროექტი, ეს არის სახელმწიფო თანადაფინანსებით გაკეთებული შვეიცარიული ინვესტიცია და შვეიცარიული, ასე ვთქვათ, დანადგარები და უახლესი ტექნოლოგიით გაკეთებული ქარხანა, თხილის გადამამუშავებელი. ჩვენ $9 მილიონზე მეტი დავაფინანსეთ აღნიშნული საწარმო და $1,400,000 ინვესტიცია განხორციელდა შვეიცარიული კომპანიის მიერ. რაც თავარია, მე მინდა გითხრათ, რომ წელს სამეგრელოში ძალიან დიდი მოსავალი არის თხილის ფასი არის საგრძნობლად გაზრდილი და ამ ეტაპისთვის უკვე არის რეალიზებული $170 მილიონი ღირებულების თხილი. და ჩვენ ველოდებით ჩემი ინფორმაციით დაახლოებით $30-40 მილიონი რეალიზაციას დამატებით. ანუ ჯამში სამეგრელოში წელს სეზონზე ვფიქრობთ, რომ არაუდობთ, რომ $200 მილიონი ინვესტიცია, ასე ვთქვათ, რეალიზაცია მოხდება. რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი რეგიონისთვის, სამეგრელოს რეგიონისთვის და მოსახლეობისთვის, ვინაიდან ეს დამატებით სტიმულს შეძენს და დამატებით мотивაციას გაუჩნდა ადამიანებს. მე მინდა შევადარო, შედარება გავაკეთო, ანუ წელს რაც იყო კახეთში რაც მოხდა, $160 მილიონი ლარი შევიდა კახეთის რეგიონში, დაახლოებით $200 მილიონი შემოვა სამეგრელოში. რა თქმა უნდა, ეს გლეხებს მისცემს და ადგილ ფერმერებს წარმოებებს მისცემს დამატებით სტიმულს და мотивაციას, რომ მათ გააჩენონ მეტი თხილის პლანტაციები, კახეთში გააჩენონ ვენახები, 4000 ჰექტარი გაშენდა წელს უკვე 2 წელს განმავლობაში კახეთში ვენახები, მაშინ როცა სააკაშვილი ჩეხდა თავისი ხელით, აქაც იგი ანალოგიურად იყო, თხილის პლანტაციებს არ ქონდა სათანადო ყურადღება. ჩვენ ამერიკელების მეშვეობით დავამუშავეთ, შევიცავთ, შესაძლებლობები გავაკეთეთ და გამოიკვეთა, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ თხილის რეალიზაცია მოვახდინოთ დიდი რაოდენობით, ასევე ღვინის, ხილის, ბოსტნეულის, ასე რომ მაქსიმალურად ჩვენ ხელმოშ შევუწყოთ სწორედ ასეთის პლანტაციების გაკეთებას. რაც შეეხება ამ პროექტს, ეს არის ქართულ-შვეიცარიული პროექტი. ამ ნიჭიერმა ადამიანმა, ესე იგი, 9 ჰექტარზე გააშენა კიტრის, ესე იგი, სათბური და დღეში 1 ტონის მოყვანას ახერხებს. ეს არის უნიკალური რამ. და სწორედ ჩვენ მეორე პროექტი, რომელიც ვნახეთ, ეს არის $30 მილიონიანი ინვესტიცია ქართულ-ებრაული ტექნოლოგიებით არის შემოტანილი ეს სათბური, კიტრი პომიდორის წარმოება იქნება და იქ დაახლოებით 500 ადამიანი დასაქმდება. ეს ყველაფერი ჯამში ქმნის უზარმაზარ პოტენციალს რეგიონისთვის, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სოფლის მეურნეობა კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ის რაც წლების განმავლობაში არ იყო პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნისთვის, დღეს მთავრობა, ჩვენი ხელისუფლება ანიჭებს უდიდეს მნიშვნელობას. ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხები. მაშინ როცა წინა ხელისუფლების პირობებში სააკაშვილის ბენდუქის იდეოლოგიის შედეგად პრაქტიკულად გაანადგურეს სოფლის მეურნეობა და გააღატაკეს მიზანმიმართულად სოფელი.